გიორგი სააკაძისა და პაატას უკანასკნელი საუბარი. მამა, ხო, პაატაშვილო, გაგიმჟღავნებ, რასაც ვფიქრობ, როცა სამშობლოში ჩახვალ, მჯერა რომ ბრძოლისთვის მზად ხარ. 9-ჯერ იამბორე ჩვენსა, მშობელ მიიწას ქვებს და მტვერსა. ხო, შვილო, ვითა რიტყვი შეგისრულებს სიტყვა სიტყვით. 9 ვაზი ჩააგდე ნოსტეს, ვენახში ყურძენი მოგცეს. ახ გისრულებ მაგ სურვილსა, მამა, გაძლევ კაცურ პირსა. 9 სანთელი ჩამოქენი შენ პირ ჯვარ ნაწერი ხელით. აანთე ჩვენს სალოცავსას, ერთა წმინდის ნალოცვ საყდარს. 365 ტაძარს წმინდა გიორგის ნიშს დახატს. ხო, პაატა, ვიზა მესე, ღმერთი იყვეს ჩვენი შემწე. 9 ქართულ სოფელში 9 გლეხს მოუნათლე ბიჭი 9-ვე. 9-ვეს პაატა დაარქვი. ვიზამ შვილო, რაც აქა თქვი. 9 რიცხვი მამა ჩემო მწადს, რამე თუ ჩვენ ქართველებს გვყავს 9 დიდ ხელმწიფე მამაცი, 9 დიდი ერისმთავარი, 9 დიდ სარდალი გმირთგმირი, 9 ბრძეთან ბრძენი ღვთისშვილი, 9 ძლევა საკვირველი და 9 თავდადებულ რწმენისა, სამშობლოსათვის, ერისთვის და ჩვენი დედაენისთვის. 9 დიდ ხელმწიფედ ვისას თვლი, შვილო პაატა, მითხარი. ფარნავას, გორგასალს ვახტანგს, დიდსა დავით კურაპალატს, ბაგრატ მესამეს მძლეველსა, დავით აღმაშენებელსა, გიორგი მესამე მეფეს, მთელი საქართველოს შემწეს, თამარ მეფეს, დედოფალსა, დედას, მამას და მლოცავსა, ლაშა გიორგის მნათობსა, ბრძოლისთვის მუდამ მზადყოფსა, გიორგი ბრწყინვალეს, ფრთხილსა, თავდადებულის ძე შვილსა. 9 დიდი ერისმთავარი, ეგრისელი ქუჯი არი, სტეფანოს პირველი, ბრძენი გვარამამფალი ბერი, იოანე მარუშის ძე, კახაბერის ძე, ცოტნე დადიანი, გმირი შალვა თორელი ღვთის შვილი, გრიგოლ სურამელი, რჩევით ქართლის ერის დიდად მცველი, ეგარსლარ ბაკურციხელი, მმართველი საქმედიდებით. 9 ვინ არის ბრძენთა ბრძენი? ვინა და პეტრეიბერი, გიორგი მერჩულე, რჯულის მეცნიერ მკვლევარი სრული, და ექვთიმე მთაწმინდელი, და გიორგი მთაწმინდელი, ეფრემ მცირე ღვთის მოღვაწე, და პეტრიწი იოანე, იყალთუელი არსენი, ჰიმნოგრაფი და მთარგმნელი, დავით აღმაშენებელი, დიდი შოთა რუსთაველი. 9 დიდ სარდალს ვის გულისხმობ? ფარსმან ქველს სულ ბრძოლაში მყოფს, თორნიკე ერისთავს ბერსა, ვინც სარდლობსა ოხრებს მტერსა, გრიგოლ ბაკურიანის ძეს, დომესტიკოს, სევასტოს ბრძენს, დავით აღმაშენებელსა და პირველსა დემეტრესა, დავით სოსლანს, ბაგრატიონს, ვინც გაზრდილა მხარეს ირონს, ლუარსაბს პირველს ძალთ შემკრებს, სვიმონ პირველს მტრისა შემტევს და გიორგი სააკაძეს. რა, გიორგი სააკაძე? ხო, მამა ჩემო, ეს შენ ხარ, გმადლობ შვილო, ეს რა მითხარ? და 9 ძლევა საკვირველი?
ხალისია აქ სათქმელი თორნიკე ერისთავისა, მომკვეთი მტერისთავისა, გიორგი მეორის ფარცხის ერწუხს დადით გორსა, დავით აღმაშენებ ლისას ვამბობ, ერისთვის დიდ საამაყოს, შამქორი და ბასიანი ბრძოლა მეტად ჯახიანი, ჩვენი დავით სოსლანისა, თან სიძის და თან ნაძმისა, გარისი ლუარსაბ მეფის გამარჯვება ბოლო ხელის, ასევე ბრძოლა სვიმონ მეფის ორივ მეფისა პირველის, ტაშისკარი ჩემს მამისა გიორგი სააკაძისა. მაშ ტაშისკარი ჩემია? ხო, მამა ჩემო, შენია, მაგრამ გამარჯვება თქვი 8, თავში კი მითხარ არის 9. გამოგრჩა ჩემო პაატა თუ არ ამბობ ნეტა რათა? არა მამა, მე 9 ძლევა საკვირველი შენ გეძლევა, შენ გიორგი სააკაძეს ჩვენი ერის ამახსა ძეს. მაგრამ ვინ იცის ეს ბრძოლა ჩემთან რა ასაკში მოვა, რა მოხდება, რით მთავრდება, კი მერგებაა გამარჯვება? მხოლოდ ჩვენი გამარჯვებით, შენი ძლევამოსილებით მამა ჩემო ეს იქნება. ღმერთმა ინებოს, ინება. ბარემდა სამშობლოსთვის 9 თავდადებულიც რომ მითხრა. გუბაზ მეფე მოყვრათ ვიცნე, ძმანი დავით კონსტანტინე, კონსტანტი კახი რჯულმყარი გობრონ დიდმოწამე არი, დემეტრე თავდადებული მღვდელ თევდორე წამებული და ქეთევან დედოფალი მუხრას გაზრდილი რომ არის, მუსლიმთ სამყაროს წინა დგას ერთი ქალი, სხვა გინახავთ? და შენ ეხლაც მხოლოდ 8-ს თქვი, მე-9 ქართველი ვინ არის? წამებულ და შეწირული, ერისთვის გულ განგმირული. მე-9 მე ვარ, მამას სარკე მე პაატა სააკაძე, შენი შვილი მამა ჩემო, მამავ ერის, მამავ ჩემო. ოღონდ არ გაიგოს დედამ, არ შეიპყროს, იგი სევდამ, არ იგლოვოს დროზე ადრე, ქალია, არ აჰყვეს დარდებს. შვილო, შვილო ისრეს ხელებს, დიდი ფასი აქვს მაგ ცრემლებს, ძალზე მძიმეს ცრემლებს, კაცის მით უმეტეს დიდ ვაჟკაცის. სურს მაგ შენი ცრემლის ფასი ჩვენთან იქნეს ზეძვირფასი. ვეცდები შვილო, ვეცდები რომ დაგემსგავსნონ შენ სხვებიც. სამშობლოში შენ დიდ იყავ, ჭედდი ჩვენს ქვეყნის ბედიღბალს, დღეს კი უბრუნდები წიაღს, მწამს გააგრძელებ ღვაწლს დიაც. შვილო პაატა, მამა შენს შენოდენა ხომ ვერ შესწევს, ქართველისთვის ვარ თათარი, თათრისთვის ქრისტეს მათრახი, შინაურ მტრისთვისა მუდამ ვიქნები ის, რის თქმაც უნდა. ნათათრალს, ქართველ სარდალსა, ვინ დაუჯერებს მართალსა? ისე ვენდე ჩვენი ხალხის დიდ სულოვნებას, რაც არის, არ გუნე მათ გამარჯვება, ვითარ დილას განათება, შენებრი სააკაძური, თავ განწირულ ვაჟკაცური, შენსას იქმ მამა ჩემი, ღმერთზეა ის დანარჩენი. შვილო, თუ ინება ღმერთმა, მამი ღმერთი არის ჩვენთან. ამინ იყოს შენსა სიტყვას, მჯერა სული წმინდით ითქვა. მამა ჩემო, ეს იცოდე, ჩემს თქმას ანდერძივ უწოდე,
ეს მაშინ აღესრულება, როცა კი განესრულება საკვირველი მეცხრე ძლევა, როს იქნება ღვთისანება. მამაჩემო, მტერს რისხვითვე აზღვევინე, სისხლითვე. ერის მტერზე გაიმარჯვე და 9 ვაზი მერე დარგე. კასპთან ახლოს ნოსტეს მიწას ჩვენს სოფელში, როგორც გვითქვამს, და აანთე 9 სანთელი ერთაწმინდაში, რაც შევთქვით, მერე განათლე 9 ვაჟი, 9-ვე პაატა ვაჟკაცი. მესმის, შვილო, შენი სიტყვა ვგონებ თვით ღვთაებამ გითხრა. სანამ ქვეყანას, ქართველ ხალხს არ მოვუტან გამარჯვებას, მე, გიორგი სააკაძე, რა მეტიც გინდა ვქნა სხვაზე, ვერ გავახარებ ვაზებსა, ვერ გავანათლებ ვაჟებსა და ვერ ავანთებ სანთლებსა, თუ არ აღვავლენ საქმესა, შენს დატოვებულ ანდერძსა, მე მუნვე ვიწყებ მზადებას. მამა, პატიებას ვითხოვ. თვით მაპატიე მე, შვილო. ცრემლით ახვსილი დუმილი ალბათ იყო კი წუხილი. გახსოვს, მამა, რა წამოსცდა შაჰ-აბას ჩვენს დარბაზობას. რა, შვილო, გამახსენე. ქართველებსო მხოლოდ ერთს დიდი ვაჟკაცობა შესწევთ, თორემ თანადგომა ყველას უჭირს, ვით არ ხეებს ტყესა. მართალი კი თქვა, მაგრამა ეგ სიმართლე შაჰ-აბასმა მის თანამოაზრეს ჩვენს მტერს ქართველი ხალხის მოსისხლეს ახლაც მომავალშიც ყველას იმედი გაუცრუდება. გმადლობ, ჩემო მამავ, გმირო. შენ მადლობა, ჩემო შვილო. მცირე გარინდების შემდგომ ალბათ ერთი გმინვის კერძოდ. არვის არც დროს ხელეწიფვის, მთელსა დუნიაზე თითქმის, ქართველ კაცის დამარცხება თუ არა თავად ქართველსა, და ამასაც შაჰ-აბასი, ყველა მტერი, ვინც სადარი, მოყვარეც ხმამაღლა ამბობს, საიდუმლოდ კი არ განდობს. ეს ბოროტი ნაძახურიც, თქმული ძმურად ან და შურით უნდა გავაქარწყლო, ესაც. აღვუსრულებ, შვილო მტერსა. პაატა შეხსნის ხმალს მამას. ორივ ხელით ზე აღმართავს. შესძახებს მაღალო ღმერთო, ღრმა ერთო და ერთადერთო შენაკურთხე ხმალი ესე, მის პატრონის იყავ შემწე. ხმალი ქართველი სარდლისა და მხედრისა და მართლისა აკურთხე და უწინამძღვრე ვითარ შენი მოთაყვანე სისხლი ქართველი კაცისა არასოდეს არ გაწირა, არც როდის დაუქცევია. ჩვენი არ წაუქცევია. ასე ვგთხოვ დიდ მოწამესა, მეომართა მოწყალესა, წმინდა გიორგის დამცველსა, რომ გვერდში ედგეს ქართველსა. დიდებულსა ლომისასა თეთრი ხარით, რომ მტრისასა შემოიკრიბოს მძევლები, მიმოფანტული ტყვეები, ვით ხორასნელებთან კოჭლსა ქალს არ სტოვებს და თან მოჰყავს. 9-ჯერ ჰკოცნის პაატა ხმალს. წელს შემოარტყავს მამას კვლავ. გაშეშებულსა პატრონსა სალიკლდესა, ვით ქვად მდგომსა. თითქოს წიოდა იქ ჩიტი. იმ ხმაზე სხვას ვერა სიტყვი. ლოცულობდა პაატაზე, ღმერთს შესთხოვდა ბოლო ხმაზე. ეგებ
გიორგიზე წუხდა მისი დახმარება სურდა. არ მოეკლათ მისი ვაჟი იმ პანჯველებს ეს ვაჟკაცი. ეუბნებოდა შენი ძე წაიყვანე არენდო მტერს, ეგებდა უკვე გოდებდა მამა ძეს რომ აქ სტოვებდა, ერის სანაცვლოდ სწირავდა ვერ უგებდა ჩიტს მტირალსა. ანიქნება ქებდა მამას, უქებდა საქმესა ამას, სამშობლოს ამჯობინებს შვილს დიდ ერს ერთ პაატაში სცვლის, უქებდა გამბედაობას თვალით არნახულ მამობას. ანეგებ გიორგის აღმზრდელს უგალობდა ჩიტი ამდენს, ან პაატას ვაჟკაცობას უწვერ ულვაშო ბავშვობას ყრმასა უკვე გმირობასა ბევრს ვერ ძალუც დიდობასა. პაატამ კი ამასობას მამას პარჯუჭანა მოხსნა, გულს მიბმული ჩვენი მიწა. მამა შენ ესა აღარ გინდა, მე მაპატიესი ხარბე, კი მაქვს ქართული მიწა მეც. მეტი არ, ან ვერ ამოხდავ და მამას 9 გზის აკოცა. ეხვეოდა მკლავი ბეჭსა, გიორგი შეეხო ცხელსა შვილის ნაღვერ დალივით ტუჩს, მაგრამ მამა მაინცა დუმს. პაატამ შეიგრძნო, მამის ლოყა ვითყინული არის. რა წამს ჩამოართვეს ხელი, იქ დამარცხდა ჩვენი მტერი. გალობით აცილებს მამას, თითქოს ადევნებდა წამალს. ლალე, ლალე, დივლი დალა ლალე, ჩემო სამშობლო მხარეო, შენ კი გენაცვალე.